ოცნების სასამართლომ ფორმულას თანადამფუძნებელს მიშამ შულდაძეს 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით მას შალვა პაპუაშვილს მიაყენა შეურაცხყოფა, გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. პროცესზე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მიშამ შულდაძემ შალვა პაპუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა უწმაწური სიტყვების კორიანტელით. ეს არის მოსამართლის ციტატა. რეჟიმის საკუთარ წარმომადგენლების შეურაცხყოფას ედავება 20-მდე პოლიტიკოს, ჟურნალისტსა და აქტივისტს. ხვალ გამოცხადდება ჟურნალისტ ეკა მიშოლაძის იდენტურ საქმეზე გადაწყვეტილება. ალეკო ელისაშვილი კი, რომელსაც ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, თავისი სასამართლო პროცესიდან გააძევეს და დააჯარიმეს 500 ლარით. 3000 ლარით დააჯარიმეს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 4000 ლარით, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე 3000 ლარით. გადაიდო ჟურნალისტების ვახო სანაიასა და ვიკა ბუკიას, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის ბაია პატარაიას, აქტივისტ დავით კაცარავას და აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სასამართლოს ხდომები. ჩვენთან დაამკვიდრეს ისე, რომ მოქალაქემ რომ შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიტიკოს, ის არის სამართალდარღვევა და პირიქით პოლიტიკოსმა რომ შეურაცხყოფა მიაყენოს მოქალაქეს, ეგ არ არის სამართალდარღვევა, რაც არის სრული აბსურდი და გადახრა ზოგადად სამართლებრივი სტანდარტებიდან. ჩვენთან გამოხატვის თავისუფლების ამერიკული სტანდარტი მოქმედებდა აქამდე, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა სიტყვის თქმა დასაშვებია, თუ ეს არ წარმოშობს ყისიერ ძალადობის საფრთხეს. ამ შემთხვევაში ონლაინ გამოხატვასთან გაქვს საქმე და ამ დროს არანაირი ყისიერი ძალადობის საფრთხე არ იქნება. ამიტომ ყველა ამგვარი რეგულაცია არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და უბრალოდ არის რეპრესიების ადამიანების დასაშინებლად მეტი სხვა მიზანი ამას არ აქვს. გამაძევეს დარბაზიდან ეს საშინელი ქალი რო ერთი მილდერბერგერი, იმიტომ რომ ბევრი დრო არ ამაქოდა, მეთქი პაჩკა ყავს ხალხი დასაჭერით ხო და ლაშა ტალახაძემ 19 თებერვლის პოსტის გამო მიჩივლა. და ვიძახით რომ მოდი მოიყვანეს ლაშა ტალახაძე რა, რატომ მიჩივლა იქნება რა იყო მისთვის შეურა, რა ხდებოდა? არაფერი სალომე ზურაბიშვილს რო ტიტუშკები დაახვედრეს მაგად რო აქებდა დავწერე რომ ყველასთვის საყვარელი სპორტსმენიდან ბიომასად გადაიქცე ეგეც. მე მოვიტანე აქ ჩემი კოლეგების გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძის და ნაცემი ადამიანების დათო კაცარავას, აი ყველას ამათი ფოტოები მოვიტანე, მე დღეს აქ რამდენიმე ფოტო მოვიტანე, აი ეს ყველაფერი ვაჩვენე და დავსვი კითხვა. ამათზე მოძალადეებს რომელიმეს ამ შენობის ზღურბლი გადმოუკვეთავს? ამათი პასუხისმგებლობა დასჯილა. აი ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროს ხელის შეშლა, ეს არის ძალადობა, ეს არის შეურაცხყოფა და ბევრად უფრო მეტი კიდე. აი ეს ადამიანები, ვინც ეს გააკეთა, ისინი უნდა იყვნენ დასჯილები. მამკა მდინარაძეს ვაწყენინე, იმიტომ რომ მდინარაძის სახელი დავარქვი და ეს არის ჩემი პოზიცია, რომელსაც არასდროს მე მაქვს ჩემი გაცხადებული პოზიცია რუსულ რეჟიმზე. არ მაინტერესებს ციხეში გამიშვებენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში, თუ ეს იქნება ჯარიმა. დიდი ხანია ეს შენობა არის წინასწარ განსაზღვრული სცენარების უბრალოდ გაფორმების ადგილი. ამიტომ ხვდები ღიმილით და ვიმეორებ იგივეს, რაც არის ჩემი პოზიცია. ცეცხლი ოლიგარქიას დამხობა რეჟიმს, თავისუფლება, სინდისის პატიმრებს და კონკრეტულ რუს ჩინოვნიკებზე, რასაც ვფიქრობ, ჩემს სოციალურ ქსელში შემოვიდნენ ხშირად და გაეცნონ, იმიტომ რომ წერას გავაგრძელებ და კიდევ ბევრი ეწყინებათ. უნდა ვნახო ის ბიჭი დეტექტივი, რომ დაადგინა მოკლებით, რომ თურმე ის რა ქვია, ის კუკალკა ის არის დეპუტატია. ლაშხზე მეწერა დურა, ბატისმაილი მქონდა, იმიტომ რომ განვიხილავდით მის ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ მასონების ხმები ესმის და ესაუბრება მათ და არ ვიცი. და მეორე იყო წილოს, თეა წულუკიანზე მქონდა ესეთი აბრივიატურა პატარა. წილოსანზე კი არა, უკაცრავ წულუკიანზე. და სხვათა შორის მაგპოს 17800 ლაიქი აქვს, 17800 ადამიანი დამეხმარა, იმიტომ რომ ირაკლი კოპ დამეთანხმა, იმიტომ რომ ირაკლი კოპახისგან განსხვავებით მე ფასიანი არ მაქვს Facebook-ი. ჩემს Facebook პოსტში შევაფასე მარიამ ლაშკის პოლიტიკური მოღვაწის მოქმედებები, როგორც ჭყალებში სამშობლოს მოღალატე და თანამედროვე ბოლშევიკი და ამით შეურაცხყოფის მიყენება სახელმწიფო თანამდებობის პირისთვის მედავებიან. როგორ უნდა გაიმართოს არჩევნები მაგალითად ამ ქვეყანაში, როდესაც ოპოზიციურ განწყობილ ადამიანებს არ ექნება პოლიტიკური შეფასების მიცემის საშუალება და ამაზე სასამართლო პროცესებს მართავენ. ეს შეუძლებელი არის. ეს ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებებს.